უმაღლეს ხელოვნებად ქცეული სანახაობა და მისი უდიდებულესობა. მაყურებელი, წარმატება და წარუმატებლობა, ობიექტური შეფასება და სამართლიანი კრიტიკა. თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, სცენაზე და სცენის მიღმა. ავანსცენა. ნიკა წულუკიძესთან და სალომე კასრაძესთან ერთად რადიო იმედზე. სამშვიდობის ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია გადაცემა ავანსცენა სალომე კასრაძესთან და ნიკა წულუკიძესთან ერთად. ნიკა დაგვიბრუნდა საქართველოში მივლინების შემდეგ. მე წინა სამშაბათს ხო დაბრუნებული ვიყავი. თუ არ ვიყავი, წინა სამშაბათს არ იყავი, მივლინებული იყავი საქართველოს ფარგლებს გარეთ და მოკლედ დაგვიბრუნდა ნიკოლოზის. ჩვენ ძალიან საინტერესო გადაცემა გქონდა წინა სამშაბათს. ქალბატონ ნინო ანანიაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. ნიკა ალბათ ჩვენ Facebook-ზე მოისმინე, ხო? გადაცემა. მე აქვე შევახსენებ ჩვენ მსმენელებს. ვისაც გაინტერესებს ყოველი გადაცემა, შეგიძლიათ ჩვენი Facebook-ის გვერდზე შეხვიდეთ. რადიო იმედი, ავანსცენა, ქართული და ინგლისური შრიფტით. ნახოთ იქ საინტერესო სიახლეები, ჩვენი სტუმრების შესახებ ინფორმაცია, ასევე ანონსები თუ ვინ იქნება ჩვენი სტუმარი. დაგვალაიქეთ, აუცილებლად დაგუმეგობრდით და თქვენი კომენტარებიც აუცილებლად დატოვეთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ძვირფასო რადიო მსმენელებო, ჩვენ თუ ჩვენი ერთგული რადიო მსმენელები ბრძანდებით, აუცილებლად მიაქცევდით ყურადღებას, რომ ყოველ სამშაბათს ვცდილობთ, რომ ძალიან დიდი ყურადღება მივაქციოთ რეგიონალურ თეატრებს, რამე თუ რეგიონებში არსებითი მნიშვნელობა აქვს თეატრის განვითარებას და ხელშეწყობას. ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ თეატრი ერთადერთი დაწესებულებაა ზოგიერთ რეგიონში, სადაც შეიძლება ადამიანი მივიდეს, სახელოვნებო სფეროში ფუნქციონირებდეს და სპექტაკლს დაესწროს. ამიტომ ჩვენ თითქმის ურთიერთობაც არის, მე თუ მკითხავ, ნიკა, ეს არის ურთიერთობა ხალხთანაც, ხო? რა თქმა უნდა, ამიტომ აქედან იწყება ყველა კულტურული ურთიერთობა. თეატრი დაწყებული, ხულოს თეატრი, ჭიათურა, რუსთავი, გორია, არ ვიცი, ფოთი, არბინა გამომჩეს, თითქმის ყველა თეატრზე ვისაუბრეთ და ახლა ჩვენ დღეს ჩვენი გადაცემის პირველ ნაწილს დავუთმობთ სამტრედიის თეატრს. მოგესალმებით, სამტრედია უდიდესი ტრადიციების მქონე ქალაქია და არ ვიცი, რობერტ სტურუათი დაწყებული, ეროსი მენჯგალაძე დამთავრებული და რომელი ერთი ჩამოვთვალო, ძალიან დიდი ესია. სწორედ სამტრედიიდან არიან წარმოშვები, ჩემ ბატონო. სალომე, ჩვენ ახლა სტუმარი გვერდება პირდაპირ ეთერში სამტრედიიდან, ხო? სტუმარი გვერდება და ძალიან საინტერესო თემით, სწორედ სტუმარი იქნება მთავარი სალაპარაკო თემა. მოგესალმებით, ბატონო ვეფხია, გამარჯობა, გესმით ჩვენი ხმა? გაგიმარჯოთ, სალომე, გენიცვალე, მესმის, მოგესალმებით, ბატონო ნიკა. მოგესალმები რადიო მსმენელებს. ვეფხია ნადირაძე, სამტრედიის თეატრის დირექტორი, გვესაუბრება ახლა ჩვენ და გილოცავთ პრემიერას, როგორც ვიცით, რამდენიმე დღის წინ სამტრედიაში პრემიერა გაიმართა, ხო? როგორ დაიდგა, რა პიესა იყო, ვინ თამაშობდნენ და რა მდგომარეობაა ზოგადად დღეს სამტრედიის თეატრში? სამტრედიის თეატრში ახლა საშუალოდ უპირველესად ტექნიკური მხარე და აღჭურვილობა გაკეთდა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მიერ. გარემონტდა და ახალი განათება და აპარატურა შევიძინეთ. სცენა დარბაზი გაკეთდა თავისი სკამებით და განათებით, მუსიკალური გახმოვანებით. ეს არის ყველაზე დიდი და მთავარი და გავხსენით იანვრის ბოლოს რეკონსტრუქციის შემდეგ სცენა დარბაზი. და ფაქტიურად გავხსენით სეზონი იანვრის ბოლოს საბავშვო სპექტაკლით თოვლის დედოფალი. და ახლა კონდა პრემიერა ერიკ ემანუელ შმიტის სტუმარი. ძალიან რთული პიესა და როგორ მიიღო სამტრედიელმა მაყურებელმა თოვლის დედოფალი? აი მეც მეშინოდა ნიკა. რომ აი როგორ მიიღებდა საზოგადოება, მაგრამ ეს პიესა მე თავად მთარგმნელმა ქალბატონმა ლილი მჭედლიშვილმა გადმომცა 2007 წელს. ამ პიესაზე ახლა არ დამიწყია მუშაობა, 2007 წლიდან მოყოლებული. სანამ რუსთაველის თეატრში დაიდგმებოდა და ნათარგმნი სხვა იყო, სხვა რუსთაველის თეატრში ხო, სხვენში რო დაიდგა. გოგა ბარბაკაძის და ბაჩო ჩაჩიბაიას მონაწილეობით, ხო. და ლილი მჭედლიშვილი საკმაოდ ნიჭიერად გადმოსცემს შმიტის შინაგან ბუნებას და არ ვიცი, ძალიან ესე იგი ნიჭიერი თარგმანია, ასე ვთქვათ და მე დავინტერესდი ამ პიესით და 2007 წლის შემდეგ, მაგრამ კონსულტაციები გავიარე სასულიერო პირებთან, კონსულტაციები გავიარე ფილოლოგებთან,
ფსიქიატრთანაც კი რახან ფროიდს შეეხებოდა და იქ იყო ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები და მე შინოდა რომ მაყურებელი როგორ მიიღებდა იმ უდუმალებით მოცულ უცნობს რომელიც თუმრად ეწევა ზიგმუნდ ფროიდს. მოდი თანამ დიახით რამჯერადო მეკითხა უშუალოდ გადავიდეთ ცოტა მოგვიანებით იმაზე როგორ მიიღო ეს მაყურებელმა მანამდე ჩვენ რადიო მსმენელებს ვუთხრათ ორიოდე სიტყვით რა პიესაა ეს ერიკ ემანუელ-შმიდტზეც მივაწოდოთ ინფორმაცია იმიტომ რომ ეს არის თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დრამატურგი რომელიც დღესაც მოღვაწეობს და სტუმარია ამაზეც მოგვიყევით ორიოდე სიტყვა შინაარსი რაზე არის რატომ არის აქტუალური ჩვენთვის ქართველებისთვის ქართველი მაყურებლისთვის რატო იყო ესეთი საინტერესო ზოგად საკაცობრიო თემას შეეხება რწმენასა და ურწმუნოებას და მათ ჯახს ადამიანები უპირველესად რომ ფულს განადიდებენ და არა სულიერ საზრდოს და შენ თვითონაც უპირველესადო ფროიდო შენ წერ ამასო იმიტომ რომ გავესად მაგრამ შენთან იმიტომ მოვედიო და იმიტომ გეუბნები და სარწმუნოებაზე გელაპარაკები და სულიერ საზრდოზე გელაპარაკებიო შენი საუბარიო გავსო იმ ბულბულსო რომელიც ამბობსო მე სიმღერისა არაფერი გამეკებაო. ასე რომ შინაგანად შენ წამს უფლის შენ რწმენით ცხოვრობ აქამდე და ამიტომ მოვედი მე შენთან. შენ მიხმეო მე შინაგანად მიხმეო. მაგრამ ამბობ სხვას. და ცოტა დაუტოვოთ მაყურებელს რომ მივიდეს და ნახოს ასე საინტერესოა მსახიობების თვალსაზრისით. ზოგადად ზოგიერთ თეატრში რომელიც ცდილობს რომ გააკეთოს მიზნობრივი ჯგუფები თეატრალურ ინსტიტუტში შემდეგ უკვე ახალგაზრდობა მიდის იმ თეატრში სამუშაოდ. აი როგორი მდგომარეობაა რამდენად არიან თქვენთან პროფესიონალი მსახიობები? ახალგაზრდები თუ არიან დასაქმებული? დიახ, ახალგაზრდები ნაწილობრივ ეხლა ყოველ შემთხვევისათვის ჩვენ ვცდილობდით რომ აი თეატრალურ ინსტიტუტში უნივერსიტეტში ჯგუფი ქონოდა და სახელმწიფო თეატრის სტატუსიც მონიჭებათ, მაგრამ ჯერჯერობით სამწუხაროდ ეს ასე არ არის, მაგრამ არიან ახალგაზრდები, რომლებიც სამტრედიიდან წასულები არიან და სხვადასხვა ჯგუფებში, მაგალითად ქუთაისის ჯგუფი დაამთავრა ორმა სამტრედიელმა ახალგაზრდამ თეატრალურ უნივერსიტეტში არიან აქ სხვა სპეციალობის ადამიანებიც, მაგრამ 35 წლამდე ასაკის ადამიანები მყავს თეატრალურ ინსტიტუტ დამთავრებულები ამჟამად რეჟისორი და მსახიობი გესტაპოს როლის შემსრულებელი ამ პიესაში და კვაჭი კვაჭანტირაძის როლის შემსრულებელი ირაკლი კვერხელიძე. ძალიან კარგია და ყვანი მსახიობი თეატრის. და ბოლოს შეკითხვასაც დაგიშოთ, როგორი დამოკიდებულება მაყურებელს თუ ენატრება თეატრი, ძველი ნოსტალგია, სარეპერტუარო სისტემა? მოგეხსენებათ განებივრებული არ არის წელიწადში 2 სპექტაკლი, მაინც არის მაყურებელს და რეპერტუარში ახლა თვეში ერთხელ ჩვენ ვთამაშობთ სპექტაკლს და მაყურებელი ყოველთვის გვყავს. ნორმალურად მაყურებელი არ არის ესეთნაირად რომ აი 2-3 პრემიერაზე ყოველთვის მაყურებელი არის. რიგით სპექტაკლებზე და ახლა თუ კი საბავშვო რეპერტუარია თავისთავად ბავშვებიც არის. და მე მეშინოდა მართლაც ბატონო ნიკა, მაგრამ მაყურებელმა ძალიან კარგად მიიღო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გილოცავთ პრემიერას, გილოცავთ წარმატებას და გისურვებთ რომ აი ეს ჩანაფიქრები, რაც თქვენ გაქვთ ზოგადად სამტრედიის თეატრთან დაკავშირებით, აღსრულებოდეთ, იმიტომ რომ სამტრედია საოცრად თეატრალური ქალაქია. დიდი მადლობა, კარგად გრძელდებოდეთ. მადლობა ბატონ ვეფხია, წარმატებებს გისურვებთ. აი ასე გისურვებთ კი არა და გთხოვთ ძვირფასო სამტრედიელებო რომ მივბრძანდეთ თეატრში, იმიტომ რომ როგორც ჩვენ გვჭირდება თეატრის დახმარება, ასევე თეატრსაც სჭირდება ჩვენი დახმარება და მე მიხარია საომიცი რომ აი ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა რეგიონალური თეატრები და პრემიერაზე უშვებენ და ჩვენ როდესაც ჩავდივართ კი და აი მე შენიცი წელს მომიწია თითქმის ყველა რეგიონალურ თეატრში ყოფნა და ხულოს თეატრით დაწყებული, თელავის თეატრით დამთავრებული სპექტაკლების ნახვა და იქ სულაც არ არის თქვა რომ აი რეგიონალური თეატრია და რაიმე კომპრომისი არა, ისინი ტოლს არ უდებენ
ანუ ხარისხით არ ჩამოუვარდებიან, ხო? ესე რომ ვთქვათ მთავარ რა თქმა უნდა და ჩვენი შემდეგი ნაწილი ძვირფასო რადიომსმენელების ახალგაზრდებს მიეძღვნებათ, ვისაუბრებთ მოზარდ მაყურებელთა თეატრში დადგმულ სპექტაკლზე სტუმარის შემოგვერთება და მანამდე თავისუფალი თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობის დაბადების დღეა დღეს ქალბატონი თინა თინკორძაძის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგის და სწორედ იგი გვერთვება ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით თიკო. გამარჯობა, მოგესალმებით. გილოცავთ რადიო იმედის სახელით დაბადების დღეს და გისურვებ, რომ აი ძალიან ბევრი როლი გეთამაშოს, არა მარტო თავისუფალ თეატრში ზოგადად, იმიტომ რომ უღრმესი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. დიდი სიყვარული იმედის მსმენელს, საერთოდ თქვენ იმედელებს, უღრმეს მადლობას გიხდით. სულ ცოტა ხნის წინ ბრძანდებოდით გასტროლებზე, გამოუშვით პრემიერა და მოგიწევთ ძალიან ღრმად მოხუცებული ქალბატონების თამაში ზოგადად ახალგაზრდა გოგონებს, ხო? ხო არ იგეგმება კიდე ან რაიმე გასტროლი, ან რაიმე ახალი სპექტაკლი თავისუფალ თეატრში? ჯერჯერობით აი თურქეთის გასტროლი იგეგმებოდა ივლისის ბოლოს, მაგრამ აი ვნახოთ ჯერ ცოტა არეულობა იქით და ვნახოთ გველოდებიან კი თუ დაწყნარდა სიტუაცია აუცილებლად გაემგზავრება თავისუფალი თეატრი და ისე სექტემბრიდან ბატონი ავთო აპირებს თუ არ ვცდები შექსპირზე აპირებს მუშაობის დაწყებას და აი ვნახოთ დიდი გეგმები ველოდებით ამ ამბავს. კი ბატონო და აქვე არ შემიძლია არ კითხოთ წელს ახალი ჯგუფი გაიხსნა თეატრალურ ინსტიტუტში თქვენ და ქალბატონი მაია გაჩეჩილაძემ აიყვანეთ ძველი ჯგუფს უშვებთ და როგორი თაობა მიდის და როგორი თაობა მოდის შემეთიკო. ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. მართლა ეხა მეოთხე კურსთან ასე ვთქვათ, მე ვდგამ, ეს ქალბატონი მაია გაჩეჩილაძის ჯგუფია, მუსიკალური კომედიის ჯგუფი და სავარაუდოდ სექტემბერშიც იგეგმება პრემიერა, ეს დარისპანის გასაჭირია და ძალიან კარგია რომ მკითხეთ. მე მინდა ეს დარისპანის გასაჭირი, ასე ვთქვათ, ჩემ პედაგოგს მიუძღვნა. მან თავის დროზე გააკეთა ბატონიკა თქვენ მოგეხსენებათ ამის შესახებ არაჩვეულებრივი დარისპანის გასაჭირი დადგა, სადაც მან მარჯანიშვილის პრემია აიღო. ბატონმა შალვა გაწერელია. დიახ, ბატონმა შალვა გაწერელიამ კი იქ თამაშობდა ალეკო მახარობლიშვილი, თამრიკო მამულაშვილი, რომლებიც ასევე დაჯილდოდნენ მარჯანიშვილის პრემიით და ერთი წელია უკვე ბატონი შალვა წელიწად ნახევარია ჩვენ გვერდით აღარ არის და აი ესეთი დიდი პატივისცემი, დიდი მოწიწებით მე მისდამი მინდა რომ აი ეს მით უფრო შენ მისი საყვარელი სტუდენტი იყავი თიკო და ყოველთვის გამოხატავდა შენ და მი განსაკუთრებულ სიყვარულს. იცი რა მინდა კითხო. დღეს სამწუხაროდ აღარ თვლიან საჭიროდ რომ მსახიობი მღეროდეს, მსახიობი ცეკვავდეს. აი შალვა გაწერელიას აი ეს თქვენი ცნობილი აუდიტორია და თქვენი ჯგუფები და გნებავთ უკვე შენი პედაგოგობის პერიოდშიც ყოველთვის გამორჩეულად გამოხატული იყო ცეკვისადმი და ვოკალისადმი დამოკიდებულება, ხო? აი ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენად ფლობენ სხეულს და ვოკალს დღევანდელი მსახიობები. კი, იცით რა, რამდენად ფლობენ ეს როგორც რაღაცა ცოტა მათემატიკური ალბათობის ეს პროცენტულად ესე ვერ გეტყვით, მაგრამ მე ეს ვიცი რომ აუცილებლად არტისტი უნდა ფლობდეს სხეულს, უნდა ფლობდეს ხმას, ეს სინთეზური ხელოვნებაა ჩვენი, ერთად არის მთლიანობაში, ამიტომ ცალკე მეტყველება, ცალკე პლასტიკა ასე არ არსებობს და მით უმეტეს მუსკომედიის არტისტი ეს უნდა იყოს გენიალური გამომსახველობის მატარებელი ადამიანი, არტისტულობის თვალსაზრისით ვიძახი და პლუს კიდე არაჩვეულებრივი ვოკალური მონაცემი. აი ეს მე ვფიქრობ რომ მიუზიკლი ერთ-ერთი რთული ჟანრია და რა ვიცი ჩვენი სტუდენტები ამას ეუფლებიან. მე მგონი აი ხა აი ნახოთ სექტემბერში იქნება პრემიერა და როგორ დაძლევენ ამ ყველაფერს. იმედია ყველაფერი კარგად იქნება. დიდი მადლობა თიკო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დაბადების დღეს. გისურვებ წარმატებებს, ბედნიერებას, ჯანმრთელობას და ბევრ როლს. ძალიან გამახარეთ ამ ზარით, ძალიან დიდი მადლობა. მინდა გითხრათ, მოგახსენოთ და თქვენ მსმენელს დიდი მოკითხვები და თქვენ
წარმატებები და კვლავ წარმატებები. დიდი მადლობა. ნახვამდის თიკო კორზაძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში თავისუფალი თეატრის მსახიობი და ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მსახიობი, იმიტომ რომ ის როდესაც მას უყურებს სცენაზე, იქ ზნობა რომ აი რაოდენად მნიშვნელოვანია სიმღერა, ცეკვა, იუმორი, იმპროვიზაცია, ყველაფერი ერთად აქ ამ მსახიობს. სულ ცოტა ხანში ჩვენ უკვე დაგიბრუნდებით და ჩვენი სტუმარი იქნება ახალგაზრდა რეჟისორი დავით ჭახრაკია, რომელმაც მოზარდ მაყურებელთა თეატრში ძალიან საინტერესო პრემიერა გამოუშვა. დაგველოდეთ ძვირფასო საინფორმაციო შემდეგ ჩვენ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ავასცენა ნიკა წულუკიძესთან და სალომე კასრაძესთან ერთად რადიო იმედზე. ვერ გავიგებ იმის დაგიბრუნდით ძვირფასო რადიო მსმენელებო, რადიო იმედი აგრძელებს მუშაობას. ეთერშია გადაცემა ავასცენა სალომე კასრაძესთან და ნიკოლოზ ჭულუკიძესთან ერთად, როგორც უკვე მოგახსენეთ, არ მიყვარს ეს დავაანონსეთ. როგორც უკვე ვთქვით წინასწარ, ძვირფასო რადიო მსმენელებო, მოზარდ მაყურებელთა თეატრში ძალიან საინტერესო პრემიერა გაიმართა ახალგაზრდა რეჟისორისა დავით ჭახრაკია გახლავთ ეს რეჟისორი და იგი ახლა ჩვენი გადაცემის სტუმარია. საღამშვიდობისა დათო. გიორგი გოგუაძე და გიგი მიგრეული თამაშობდნენ ამ სპექტაკლში და გიორგი გოგუაძე გვერდება ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში ასევე. საღამშვიდობის გიორგი. გამარჯობა. მოგესალმებით და დიდი მადლობა რომ მოიცალე და ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას დათანხმდით. დიდი მადლობა რომ თქვენ მოიცალეთ ამ სპექტაკლს. დასამო. მოდი დავიწყოთ რეჟისორით. ჩემო გიორგი ასეა ხო იცი? რეჟისორით უნდა დავიწყოთ, თორემ მე რას იფიქრებენ კაცმა არ იცის და რატო გადაწყვეტი ამ პიესის დადგმა ჩემო დათო და როგორ არჩე, იმიტომ რომ ძალიან რთულია პიესის არჩევა. მოდი ჯერ ვთქვათ რა პიესა არის, სპექტაკლს რა ქვია, მე მგონი არ გვითქვამს ხო? დიახ. ეს არის ედუარდ ოლბის რა მოხდა სამხეცეში, რა მოხდა ზოოპარკში, უფრო სწორედ და ჩვენ დავაკვირდით რა მოხდა სამხეცეში. და დღევანდელობასთან ძალიან ახლოს არის ეს პიესა. ამ ბოლო დროს ძალიან დავშორდით ადამიანები ერთმანეთს, ჩვენი ვირტუალური გალიები შევქმედით. თუმცა შეგინდა ჩაკეტილი. ეს შეიძლება თუნდაც ინტერნეტ სივრცეს თანაცვალში შეიძლება. პირდაპირ კავშირშია მე მგონი. შეგნით ჩაკეტილი ნაკლები ურთიერთობა, ნაკლები. ხანდახან გავიწყდება ალბათ რომ ჩვენ თვითონ შეგვიძლია ამ გალიის გაღება, ხო და თუ არა, სხვასაც არ უშვებ და ჩვენც არ გამოვდივართ იმ ჩარჩოებიდან. დათო, აი ძალიან რთულია ესე თეატრში მისვლა, დარბაზის დათმობა, ხო, როგორც წესი, დამწყებ რეჟისორები ან აუდიტორიაში აკეთებენ, ან როგორ მოხერხდა და როგორ დაგითმო მოზარდ მაყურებელთა თეატრმა ეს და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მოზარდ მაყურებელთა თეატრს და ბატონ დიმიტრი ღვთისიაშვილს მმართველს და სამხატვრო ხელმძღვანელს. მოგცა შანსი რომ ჩვენი ჩანაფიქრი გამეხორციელებინა სცენა დაგვითმო. მე მგონი შედგა სპექტაკლი. კი ბატონო. გიორგი. დიახ, გისმენთ. ძალიან დიდი დატვირთვა გვაქვს სპექტაკლში ფაქტობრივად სულ სცენაზე ხარ, რა თქმა უნდა, მაგრამ უდიდესი აქცენტი შენზეა გაკეთებული, ხო? ძალიან რთული როლია, იმიტომ რომ უნდა დაიჯერო ჯერ და მერე სხვას დააჯერო. ამ ხრივ რამდენად გართულდა მუშაობა და რამდენად საინტერესო იყო ასევე ამ გმირის გაკეთება. ძალიან რთული იყო, არ ვიცი, ამდენად მოხერხდა ჩემი მხრიდან ამის ჩვენება, რომ ეს პიროვნებამ თავისი პერსონაჟმა თავისი პრობლემები ესე ხიათ ელაპარაკა ამ პრობლემებზე, ძალიან რთული იყო და დღესაც არ ვთვლი, რომ რაღაცა ცოტა მინდამაყდა ბევრი რაღაც მე პირადად, ალბათ ეს უკვე სპექტაკლები თუ გაგრძელდა ღმერთმა თუ ინება და რამდენიმე სპექტაკლის მერე მივხვდებით უკვე ზუსტად რა დოზი ვივაწოდოთ, რა გზით ვიაროთ, რეპეტიცია რაც უნდა იყოს, ხო თან მოკლე დროში მოხერხდა ეს ერთ თვეში, ნუ ესე ცოტა 2 დღით, 3 დღით უფრო ნაკლებ დროში და რთული იყო. ეს ყოველთვის ასეა აკლდება თქომე მსახიობის, მით უმეტეს სპექტაკლი თეატრი, ამიტომაც ცოცხალი ორგანიზმი რომ ნელ-ნელა გაუჯდება და მე როგორც ვიცი რეპერტუარში ჩასვეს ეს სპექტაკლი და სექტემბრიდან შეიძლება მაყურებელს მოსვლა და ნახვა, ხო? არ ვიცი. თუ ეგრე იქნება მშვენიერი. კი, დღეს გავაკეთებთ რომ ჩასვეს. დღეს ასე გადაწყდა და გილოცავთ მოკლედ ამ. ანუ ესე ჩემთვის სიახლეა, მადლობა. მადლობა თეატრს, კი, მოგცა საშუალება, რომ ჩვენ რაღაც ჩვენი ცოტა რთული არის ეგ ნაბიჯი გადადგა, რომ ახალგაზრდა დამწყებ რეჟისორს დაუთმო რაღაც სივრცე, ექსპერიმენტული სცენა და მისი საშუალება რაღაცეები აკეთოს. და ალბათ შედგა, თუ არ ვიცი. გიორგი. რთულია რაღაც. კი, ნამდვილად, იცი
აი რაღაც მომეჩვენა რომ აი ეს ჯადოსნური წრე შეიძლება დაწყევლილი წრეც უწოდოთ რომელზეც ჩვენ ადამიანები რეალებთ და ამას ვერ ვაცნობიერებთ აი სპექტაკლი ძალიან კარგად იყო გამოჩენილი სალომე როგორც იწყება სპექტაკლი ზუსტად ისე მთავრდება უბრალოდ ცვლიან ადამიანები როლებს და ეს ნიმუშია თუნდაც იმისა რომ ეს ნებისმიერ ჩვენთაგან შეგვიძლია მოვიაზროთ ჩვენია და თავი იმ ადამიანების მაგერად ხო იწყება რაღაცა ისე მსუბუქად რომ დამეება და განცდა რომ ვიყავი რაღაცა კომედია დელარტეს ბუხონადურ წარმოდგენაზე და უცბად რაღაცა სრული სხვა ჟანრული გადასვლა იყო რაღაც სილის გაწნასავით ესეც ალბათ რეჟისორული ხერხია ხო კი უბრალოდ რაღაც ისეთი მომენტებია სპექტაკლში რომ შეიძლება მაყურებელმა რაღაცა არ გაპატიოს და იმიტომ დავიწყე ზუსტად კლოუნადით რომ მასხარას მე მგონი ყველაფერი ეპატიება შეხედე რა გაუთვლია რა გაუთვლია ჭახრაკი უკან გადასადგმელი ნაბიჯი დაუტოვებია ხო ორი სიტყვა თქვათ მხატვარზე კოსტუმები ხა იქ ისეთი მინიმალისტური ასევე დეკორაციაც მაგრამ ძალიან მორგებული და ძალიან ქმედით იყო ვინ ეკუთვნის რაც გინდა უცნაური არ უნდა იყოს ეს მე და მსახიობებმა ესე გადავწყვიტე და ჩვენ თვითონ შევქმნით კაცო ცეკვაზე ვკითხე სხვათა შორის ის ცეკვა ძალიან ისეთია ორგანული და ძალიან მეტაფორული და ვინ დაგიდგა მეთქი რა კარგი ცეკვა თქო და ესეც მიგრიკას ექსპრომტი იყო იგი მიგრიაულის და არ ყოფილა ეს მიგრიკა თხელიდან წასული რაილეთებია საინტერესო მადლობა მინდა უთხრა ასევე როგორც ბატონ დიმიტრი ღვთისაშვილს ასევე ლევან ქარჩილაძეს ჩვენს მეგობარს რომელიც გვეხმარებოდა ეს ტექნიკური რაღაც პრობლემების გადალახვაში მადლობა ლევან კი დათო სიტყვის ამ კი გამომჩა და დიდი მადლობა მაგის გამორჩენა იქნება ანუ დეკორაცია კოსტუმები ეს ყველაფერი თქვენი გადაწყვეტაა ხო კი მე მაინტერესებს მუსიკალური და ეს კოსტუმი ყავის ქურთუკი რომაცია დედაჩემის რა საინტერესო ისტორია კიდე იქნება ესეთი საინტერესო ისტორიები გაიხსენეთ მუშაობის დროს ეს კოსტუმები მშობლების გარდერობიდან ხო დეკორაცია რაც გინდოდა გადატვირთული არ არის მაგრამ მადლობა იმ ელიავაზე იმ მუშად რა დავალ ხელოსანს რომელმაც ეს ჩარჩოები დაგვიმზადა აჰა ну როგორც გადატვირთული არა მინიმალისტურად არის თავარია ზოგადად მინიმალიზმი და უსმინო ამ სპექტაკლზე თუ ჩვენ გამოვიწვიეთ ის რომ მაყურებელმა განმავლობაში და რაღაცა დავიდა მის გონებამდე კარგი ან ცუდი ალბათ მიზანიც ეს იყო მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური შედეგი მოკლედ პატარა სპექტაკლი ძალიან ისეთი თანაგანცდით და თანაზიარი საზოგადოებისადმი იმიტომ რომ თვათ თეატრალური მაყურებელიც არ იყვნენ ას თეატრალებმა რა ასევე იყვნენ ალბათ მეგობრები ახლობლები და რაღაცა უცბად ერთიანად სულ ყველა ერთ ბაშად ჩაერთო ამ ნიკა ჩაგეჭები შეიძლება კი აი ძირითადად მშობლები ოჯახის ძმაკაცები ყველაფერი მოსწონთ ხო რასაც თავისი ახლობელი საუბრობს და რაც უფრო შენგან მით უმეტეს რაც უფრო მეტი კრიტიკული რეპლიკები წამოვა ამ სპექტაკლის მიმართ მე რადროს გაიქის შედაუმთავრებ ჩვენი გზებით მადლობელი შენ არა რა თქმა უნდა მე შენ წეგან კერძო საუბარშიაც გესაუბრე და იცი რა როდესაც თეატრონე მიდი სპექტაკლზე და მით უმეტეს თუ ეს პირველი სპექტაკლი რაღაცა ყოველთვის კომპრომისით განწყობილია მაგრამ უნდა გითხრა მე ვიცი რომ შენ ეს თავში არ აგივარდება იმდენად სინთეზურია სანახაობა იმდენად ამ მინიმალიზმით რაღაცა ემოცია იქმნება და იმდენად საინტერესოა პიესა თვითონ და ასევე მსახიობები რომ მართლაც რაღაცა უნდა მოგილოცო ის რომ პრემიერა შედგა და მე დარწმუნებული ვარ იმ რაღაც პატარ-პატარა ნიუანსებს რომელზეც ჩვენ წაღანაც ვისაუბრეთ გამოსწორებული იქნება და მომავალი სპექტაკლი უფრო ისეთი აქტიური იქნება რამე თუ ალეგორია და მეტაფორა დღეს ქართულ თეატრში ძალიან მნიშვნელოვანია რომ ცოტა გამოფხიზლდეთ კი ნამდვილად და ეს იგი მხეც რა მოხდა სამხეცეში ანუ მხეცების თითქოს ადამიანები მხეცებად გადავიქცევით ხო ამ 21 საუკუნეში როდესაც არ გვაქვს ერთმანეთს ის რაც ადამიანებს გვაქვს უნიკალური რაც მარტო ჩვენია იმას არ ვიყენებთ ხო ესე გამოდის რა თქმა უნდა ერთნაირები ვართ ყველა უბრალოდ რაღაც ცხოვრების გზაა განსხვავებული და სხვანაირად აღვიქვავთ ცხოვრებას თორე ერთნაირი ფიზიოლოგია გვაქვს და ერთნაირად ცხოვრობთ ამ ქვეყანაზე. ხო, აი განსაკუთრებით მოზარდებს ახალგაზრდებს მე მგონი ძალიან მოეწონებათ ეს სპექტაკლი და ნახოთ მოზარდებს ჯერ არ ვნახოთ. ეს უფრო უფროსი და ამიტომ 9 საათზე გადავწყვიტეთ საღამოს 9 საათზე ეს სპექტაკლი იქნება საღამოს 9 საათზე. დათო, რა საპირებ ახალი პიესა ხო არ გაქვს არჩეული რომელსაც დადგავდა
პიესა ძალიან ბევრია, მაგრამ სათქმელი აუცილებელია რომ გაგიჩნდეს, რომ რაღაცა პიესას მოკიდო ხელი. მოკლედ თავარი არის ის, რომ რა მოხდა სამხრეთში სექტემბრიდანაც ექნება მოზარდმაყურებელთა თეატრში და ყოველს ექნება საშუალება, რომ ვინც 28 და 29 ივნისს, როდესაც გაიმართა ხო პრემიერა, ვინც ვერ მოახერხა იქ მისვლა, სექტემბერში აუცილებლად გაითვალისწინეთ, სეზონი დაიწყება და ეს სპექტაკლიც იქნება მოკლედ პროგრამაში. კი ბატონო, აქვე დათო ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მინდა კითხოს, ზოგადად ახალგაზრდა რეჟისორებისადმი ხელშეწყობა, ხო? აი, ეს სადიპლომო სპექტაკლი იყო შენი თუ არა? არა, ეს უბრალოდ გადავწყვიტე თეატრში რომ დამედგა და ძალიან დიდი როლი ითამაშა ბატონმა დიმიტრი ღვთისიაშვილმა, რომ ეს სპექტაკლი შემდგარი იყო და შედგა. კი, ნამდვილად. აი, სადიპლომო სპექტაკლები, საკურსო სპექტაკლები შენ წეგან შესაუბრობთ ბატონ შალვა გაწერელიაზე, თიკო კორძაძე საუბრობდა და მე ვფიქრობ, რომ გაგიღიმა ბედმა რამე თუ მოგიწია სწორედ ამ გენიალურ რეჟისორთან მუშაობა, ხო? და შენ მომავალ პროფესიას დაგაუფლა სწორედ მან, ხო? აი, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ სფეროში ოსტატს, რომელიც გასწავლის იმას, რასაც უნდა იმსახურებოდეს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენ პროფესიაში. აუცილებელია რომ ოსტატი გასწავლიდეს. ის როგორი უკომპრომისოც იყო, ალბათ ასე რა თქმა უნდა. ლექციებს. კი ბატონო, სახიობები არ გვითქვამთ ხო, მე მგონი ვინ იგი მეგრიაული, გიორგი გოგუაძე, ორი უნიჭიერესი მსახიობი. ორი ახალგაზრდა მსახიობი. ანუ ორი მსახიობია დაკავებული სცენაზე. ეს არის. ესე თავიდან ბოლომდე მინიმალიზმი არის, მე მგონი სცენაზე, დეკორაციიდან დაწყებული მსახიობების თეატრი ვისაც უყვარს, ის აუცილებლად უნდა მოვიდეს და ვისაც არ უყვარს, იმასაც არ მოვაწყენ თავს, 52 წუთი გრძელდება და აუცილებლად დაინტერესებს. აქაც მინიმალიზმი არის დაყვანილი ყველაფერი. ნუ ეს არის ჩვენი სენი 21 საუკუნის, რაც უფრო პატარა წიგნია, პატარა პიესაა, პატარა ფილმია, მით უფრო ინტერესით უყურებს ხალხი. არ მეტ გაზარმაც და ხალხი ჩემოდათო გაზარმაც და მაგრამ არა უშავს. კი, ნამდვილად დღევანდელ რეალობაში მაშინ რო ესეთი აჩქარებულია, ძალიან რთულია 3 საათნახევარი იჯდე და უყურო სპექტაკლს. კავკასიური ცარციწრა თუ იქნება, მეცაც უყურებ, მაგრამ სხვა თუ ნაკლები დიდია კონკურენცია. ერთადერთი სპექტაკლი იყო 3 საათნახევარი ფეხზე ვიდექი და არ დავყვე ბატონი თემურ ჩხეიძეს რო კონდა ჩამოტანილი. მარიამ სუარდი ხო? თუ ბაბუას ძიაძესიზმი. კი, ნამდვილად ოლეგ ბაცილაშვილის და ალიცა ფრენდეხის მონაწილეობით ეს გენიალური სპექტაკლი. ხო, მე ასეთ გენიალურ სპექტაკლებს არ ვქონდეს ისე. მოგტავ სპექტაკლებს. დათო, მე მგონი ჩვენი მეორე ნაწილიც დასასრულს უახლოვდება. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, გისურვებ წარმატებებს. აუცილებლად მოვალ სექტემბერში ვნახავთ შენ სპექტაკლს. ველით და პირიქით ძალიან დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ. და ესეთი ბჭყალებში პიარი გაუკეთეთ ჩვენ სპექტაკლს. დიდი მადლობა. არა უშავს, რა მადლობა პირიქით. ჩვენი გადაცემა სწორედ ამისთვის არის, რომ ახალგაზრდები წარმოვაჩინოთ მაქსიმალურად. რა თქმა უნდა, წავახალისო, დავეხმაროთ უფრო წახალისება რა შეეშია. უბრალოდ გამოვაჩინოთ ხალხს და მსმენელებს. ვაცნობოთ, რომ ასეთ საინტერესო სპექტაკლები იდგმება და ასეთ საინტერესო რეჟისორებით გამოიცა. დიდი მადლობა. დათო ჭახაკი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი და ჩვენ საუბრობდით სპექტაკლზე, რომელიც დაიდგა მოზარდმაყურებელთა თეატრში. რა მოხდა სამხრეთში? ასეთ იყო გადაცემა ამას სცენა დღეს ნიკოლოზ წულუკიძესთან და სალომე კასრაძესთან ერთად არ დაგავიწყეთ ყოველ სამშაბათს ჩვენ ახალი დრო გვაქვს არჩეული 19 საათი და 10 წუთი საინფორმაციო დასრულებისთანავე ეთერშია გადაცემა ამას. საუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ თეატრზე, თეატრზე და არაფერზე, თეატრის გარდა. ნახვამდის. ავანსცენა ნიკა წულუკიძესთან და სალომე კასრაძესთან ერთად რადიო იმედზე.